მომღერალი და მსახიობი ანსამბლის მხოლოდ ჩვენ ერთ სოლისტი ჯონი ჯანჯალაშვილი გახლავთ ჩვენი შემდეგი სტუმარი. ბიჭებო ჯონი. მოგზაურდი. ჩემო ჯონი, მოგესალმები. ჩემო ძვირფასო, მოგლე ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურებაა. მოხვა შენს წინარე სტუმრობას რაღა დაგიმოდო, ამაში მეჭვი არ მეპარებოდა თან მონატრებული ყავხარ მაყურებელს. ამიტომაც მოგიპარიჟეთ მეორეჯერ და კიდე მრავალგზის. მით უმეტეს რომ წელს გამორჩეული წელია, ბევრი ნიშნით. აღნიშნავ ამ შემთხვევაში ერთს რომ ჩვენთვის უსაყვარლესი და მშობლიური ანსამბლი ივერიის მიუზიკლის ფიროსმანის პრემიერიდან არის 30 წელი გასული და ესეც მინდა რომ თავშივე აღნიშნო და შევახსენოთ ხოლმე ჩვენს ძვირფას მაყურებელს აი ეს მართლაც დაუვიწყარი მიუზიკლი და ახლა კი მინდა გადავიდე იმ ისტორიაზე რომელიც შენი წინა სტუმრობის დროს ვერ მოვყევით არა და ძალიან მინდოდა რომ ეს მოესმინა მაყურებელს იმიტომ რომ შენმე კულისებში გამანდე და მოდი შენი აი ამ დათვის ისტორიიდან დავიწყოთ ჩემო სიამოვნებით, მაგრამ სანამ მოყოლას დავიწყებდე, მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ ჩემი მოწვევისთვის წარმატება მინდა გისურვოთ. კარგ ახსნის უკან ბატონმა თოფაძე გოგიმ თავისი ბიზნეს მოღვაწეობის გარიჟრაჟზე დაიწყო გამოშვება ლუდისა სახელწოდებით მონადირე. ეხლა თავისთავად ცხადია რეალიზაციისთვის საჭირო იყო რეკლამირება. რა თქმა უნდა. მოიწვიეს რეჟისორი და რეჟისორმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ორი პროფესიონალი მსახიობი დაეკავებინა ამ რეკლამის რგოლისთვის. ერთი ვიყავი მე, მაშინ მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი გახდით და მეორე იყო ჩანტალაძის თეატრის მსახიობი ნოდარ ხუციშვილი. ეხლა ნოდარის კი ეგონა რომ ჩემზე მაღალია, ეხლაც ეგრე გონია. აი თანაბარ სიმაღლეზე ვარ ზღვის დონიდან, არც მეტი, არც ხოდა მოიტანეს შესაბამისი აღჭურვილობა ორი ეგზემპლე, ერთი ნოდარისთვის, ერთი მონადირის მთელი აღაზრულობა. ხო, ეკიპირება და თოფები, პატრონტაში, ჩექმები, ქუდი, ყველაფერი. ერთ სიტყვით გამოიცვალეთ, ჩაგვცეთ მანქანაში და კუსტვის მიმართულებით ავიღეთ გეზი. არ მისული კუსტბამდე ხელმარცხნივ კარგი ადგილი შეარჩია რეჟისორმა, არც დაბალი და საშუალოზე ცოტა მაღალი ხე აი ამოიღო მიზანში. ამ ხეზე უნდა გადაგვეღო ეს კლიპი. ჩამოვედით და არ ვიცით სცენარი, არაფერი, უბრალოდ გვეუბნებიან, უნდა ახვიდეთ ხეზეო და იქ დაიკავოთ თქვენი პოზიციაო. ნუ მე ახლა ჩემი სახსრების გადამკიდე, რა თქმა უნდა, მაღლა ვერ ავიდოდი და არც ავიდოდი და იქვე პირველივე ტოტზე, განშტოებაზე დავიკავე ჩემი პოზიცია, მოვკალათდი და ნოდარი როგორც გამხდარი, ცოტა ზემოთ ტოტზე ანალოგიურად დაიკავა პოზიცია. ეხლა არ ვიცით რა ხდება. ერთი გავიგეთ რომ დათვი უნდა მოვიდეს. ცოცხალი დათვი. რა არის სასაცილო კაცი? ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც თბილისის შემოგარენში სოფლიდან დადიოდა ქალაქში 01 მარკის ჟიგული ყავდა. ზემოდან ედგა დიდი გალია და ამ გალიაში იყო ეს დათვი. აი მოვიდა ზუსტად ეს ბიჭი მოვიდა ტრასაზე გააჩერა მანქანა. ხო და ეს რო დავინახე ამას აქ რა უნდათ მეთქი და რეჟისორმა ეგ არის მთავარი, ეგ არის ვინც არისო თორე ამ დათვს გამობმული ქონდა მავთული, ცოტა მსხვილი მავთული და კისერზე ქონდა გამობმული რა და ისე ჩამოიყვანა მანქანიდან. მანქანის უკანა შუშაზე ის იყო რა ვქო, კიბეები და ამ კიბეებით ჩამოიყვანა, უნდა ჩამოვიდეს ტრასიდან ამ ხემდე. და ეხლა რეჟისორი გვეუბნება, მანამდე არაფერი არ უთქვია, ალბათ რო არ შეგშინებოდა რა, რომ ეხლა თქვენ მართალია დათვზე სანადიროთ ახართ მომზადებული, რო იცოდეთო და აი ეს დათვიც მოდისო და არის როლოთო. მართალია ეხლა ჩვენ
თოფში არისო პატრონები არისო მარტო პატრონტაჟში იყო ცაბსე რა აღჭურვილობა სრული დააკვირდით რა მოიმოქმედებს ეს დათვი ჩამოიყვანა მოყავს მოიყვანა მავთულის ბოლო გამოაბა ხეს და იქვე დასვა ეს დათვი ხის წინ ლუდის ყუთები იყო 20 ბოთლი რო ჩადის რა ეხლა წინა თათებით ვერ მიწუდებოდა დაბმული იყო ეს დათვი და უკანა თათებით ადგა და ესე მოიწია რა მოიზიდა თავი ჩვენ აკვირდებით ხო ჩვენ ვაკვირდებით ეხლა ზემოდან უყურებ კაცო 2 მეტრიდან უყურებ რა ესე მოიწია ეს დათმა ეს ყუთი ამოიღო ერთი ბოთლი ეხლა მე ბოთლი გასახსნელის გარეშე ადრე ბეჭედი ვისაც ეკეთა ბეჭდით ხსნიდა ამან აიღო გადაუსვა ხელი ბოთლის თავსახურს და ჩაიდო პიში ესე შევა კბილებით დაიწყო გახსნა გამოცდილი გაწევით კბილებით დაიწყო გახსნა და სანამ გახსნიდა ერთხელ ააგდო მე მეორე ხელით ააგდო და მე დაიწყო გახსნა და მე ჩაიდო ბოთლის თავი პირში აი ესე დაატრიალა ჩამოიცალა ერთი ბოთლი ხო უყურებ კაცო ერთი ვა შენმა გამდერმა გაიქცა მეორე ბოთლი მეაყოლა მესამე ჩამოიცალა და რეჟისორი შეიძლება მეთქი რეჟისორს მეკითხები შეიძლება რომ აპლოდისმენტით გამოხატოთ მეთქი არაო ეს რეპეტიცია იყო ეხლა ხო გაიგეთო რა თქვენ რა უნდა გააკეთოთ დააკვირდით რას მოიმოქმედებს ეს დათვი და დაიწყო გადაღება კიდე გააგრძელეს და ადათ მიაყოლა მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-12, მე-14, 18 ბოთლი ჩამოიცალა წარმოგიდგენია რა მსმელი რა მჭამელია მაგაზე იყო ხო და 2 ბოთლი დარჩა თავისთავად ცხადია და ვატყობ რომ რაღაცის მოძრაობები არ აქვს ხიზელს რო ქონდა დაიწყო მივხვდი რომ უკვე რაღაცა სერიოზულად არის საქმე აი ცხვირზე რო ბუზი დააჯდება ხოლმე ცხოველზე ესე რო გაიქნეს თავი აი ეგრე გაიქნია თავი რა ბოლო გაქნება იყო და ეს მათული არ გამოძრა რა ყელი კისრიდან ალბათ გამოძრა ბიჭო ვაიმე ვიძახი რა გვეშველება რა უნდა გავაკეთო კაცო ეხლა მაგ დროს ტვინი დაძაბული როა აქტიურად არის და აი წამებში შეიძლება მილიონი რაღაცა გაგიელოთ მილიონმა ნიუანსმა თავში რა ეხლა უყურებ ამას და ვიძახი რა რო ამოვიდეს არა და ხეზე ცოცვა იცის არა და ალკოჰოლი მიღებულია 18 ბოთლი დარია და ადამიანი როსლამს ის კარგავს გონებას ზოგიერთი და ცხოველს რაზე უნდა ელაპარაკო ერთი სიტყვით ხელში არაფერი აღარ იყო ერთი უნდა უყურო რაც გააკეთებს და თან ფიქრობ ეხლა ამას რო ტვინში რო დასხოს და რო დათვი ხო იცი როგორ არის 4-ვე თათი თათის ხეზე და ჩამოსვლით არ ჩამოდის ვარდება ეცემა დაბლა ერთ ზურგზე ერთ მხარეს ეცემა ყოველთვის ეხლა რო ამოვიდეს სად უნდა წავიდე როგორ გავასწრო ან მე რო გადავხტე ჩემი სახსრების პატრონი ვეღარავდგები ეს ჩემზე ადრე აღმოჩნდება მიწაზე 300 კილო სად შეგჭამს ამჟელობა ხო მაღლა თუ დაბლა ხო და ერთი სიტყვით ნოდარს ვეუბნები ნოდარ ბიჭო მე ხალხზე რო ადგა უკვე ძალიან ფერმა გადამკრა და ნერწყვი მიშრება პირში ნოდარ მე ვთხარი ამოსვლას აპირებს თუ რა არის თუ მე მეჩვენება მეთქი და ნუ გეშინიო ბიჭო ვეფხისტყაოსანი ხო გაკითხული იქ რო არისო ილუსტრაცია როგორ აღჭობს ვეფხსო თავი შენკენ ეკნებაო ჯერ თავი წაუჭირე ყელშიო და ბიჭო ის ტარიელი იყო და მე რა მაქვს ტარიელისა მე ვთხარი მე როგორ წაუჭირო ამ დაცვას ხო შემჭამა მეთქეგად მაშინ თუ მოგერევო ბაბაია დაუძახე ბიჭო რა დაუძახო მე რა ბაბაია უნდა დაუძახო ადამიანს არ ეხლი თრალ ადამიანს და ამ თრალ დაც რა უნდა ველაპარაკო რაზე ველაპარაკო მეთქი ბოლო არის მეთქი რომ დესერტად ჩამახრამუნო ადექი მეთქი და მეოთხე ბუჩქის უკან არის ჩემი ტანსაცმელი და ის ტანსაცმელი აურბენინე ჩვენებს მეთქი რომ უკანასკნელი არ იყოს უკანასკნელი საფთოვარი ჩემგან ისო კულმინაციას რომ მიაღწია ჩემმა მოთმინებამ
მზათა ვარ რომ ვიღრიალო ხალხო მიშველეთ და ამ დროს გაიხაროს რეჟისორმა კარგია გადაღებულიაო ამოვისუნთქე ცოტა მე მოვიდა ამ დათვის პატრონი შეგეშინდა თუ ბიჭო მეუთხე ერთი სიკვდილი გავათავე როგორ არ შემეშინდება ცოცხალი დათვი პირველად ავარ 2 მეტრში ცოცხალ დათვთან მეთქი და შერას მიშველიდი ანუ გეშინეო ისე მყავს გამოწურთნელიო ისევ ერთი კვირის უკანო წინა შაბათს ქორწილში ვიყავით დაპატიჟებული ეს ცირკის დათვი ყოფილა რა ატრაქციონი რაღაც იმებს აკეთებს სანახაობებს ატარებს და ამით გასამჯელოს იღებს ეს პატრონის სარგებლობს დაცაც ინახავს და უნდა დასხდეთო მასპინძელმა ქორწილის მასპინძელმა უნდა და ისე არ გაგიშვებთო და მე და ჩემი დათვი დავჯექით სუფრაზეო არ გამოუტოვებია არც ერთი სასმისიო რა თავის განსხვავებულიანად ხალხი მოიფანტა წავიდნენ დაითრნენ ეს და თამადა დარჩაო თამადა ხელით გაათრიესო იმიტომ რომ ამან 2 ბოთლით მეტი დალია კიდე აი ესე ბატონო ბეზდაუდებელი ფალავანი ყოფილა ერთი ეს მითხარი მეთქი მამალი იყო ეს და თვითონ დედალი მეთქი მამალიო რა კაციც ეგა ყოფილა აი ესე კარგია აი ხარი ჯონი შენ кейფი ახსენე მართალია დათვის მაგრამ кейფი იყო ხო და მანამდე ფიროსმანი ვახსენეთ შეუბატონო და ახლა მინდა ერთი ფრაგმენტი შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს აი სადაც ნიკალა თავის მეგობრებთან სადაც შენი პერსონაჟი ფიდოც არის თუ ქანში საკეიფოდ მიდიან და აი ამ მუსიკალურ ფრაგმენტს სწორედ შენ იწყებ შეუბატონო არაფერი გავანაღოლე Simedit, hey, what's going on? Diram dirai, da 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 da. 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 Kartvel sartsunots kartveli. Xabas aravin ar იღებს ეხლა თუ არა დავთვერით მერე დარდით საგვიხებს ეხლა თუ არა დავთვერით მერე დარდით საგვიხებს დირამ დირაი დაი 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 დირამ დირაი დაი 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 დირამ დირაი დაი 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 დირამ დირაი აირია ქვეყანა ზემლიდან დიხტიშობეს ღმერთმა ერთად შეხვარა რატომ დავშორიშონე ღმერთმა ერთად შეხვარა რატომ დავშორიშონე დირამ დირაი დაი 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 დირამ დირაი დაი 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 დირამ დირაი ჯონი ერთი ისტორია აუცილებლად მინდა გთხოვო რომ მოყვე ეს არის აი ჩემი აზრით კლასიკა ესეც აი იუმორისტულ ისტორიებს შორის რომელიც რეალურად მომხდარა და რომელიც ჩვენ 10 წელიწადზე მეტია რაც არ მოგიყოლია ეთერში. მთელი თაობა გაიზარდა რომელსაც ეს არ მოусმენია. სამშობიარო სამბავი მინდა რომ გაიხსენო და მოყვე დღეს. გული მიგრძნობდა რა. 10 წელზე მეტი ხო არ არის? კი კაცო არის მეტია ნამდვილად. ჩემი რძალი სამშობიაროდ ემზადებოდა ძმის ცოლი. მე მაშინ სპექტაკლი მქონდა. მაგას დაწყებია ტკივილები, სამშობიარო ტკივილები და გააქანეს რკინიგზის სამშობიაროში. მე კიდე თეატრში მქონდა მაშინ სპექტაკლი. დავამთავრე სპექტაკლი და ეგრე სირბილით გავიქეცი იქვე. რა დიდი მანძილი არ არის. და რო შევედი ამ სამშობიაროს ეზოში რო შევედი სამშობიაროს მხრიდან მესმის ქალის ხმა. და პათეტიკური
განწყობის. ხო, პათეტიკური ხმა იყო რაღაცა. გამემართა იქ მისაღებისკენ ხალხი გულშემატკივრები სადაც იკრიბებიან რა. მიმღებში კი არა, მოსაცდელი როა იქ და დავინახე რომ აი ამ ქალის ხმა ისმის, რომელიც კარებში ზის. შვილი შემეძინა ენაცოლოს ბებო, დაგონები, ფაჩოლები, ტიჩულები. 57 სანტიმეტრიაო და 5 და 200 დაიბადა. გოლიათი დაიბადა, ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, არც დაიბადება ენაცოლო, დაგონები, ფაჩოლები, ტიჩულები. ეხლა ვიფიქრე, სხვაგან ხო არ მოხვდი მეთქი და არა და სამშობიაროს მოსაცდელი. უკაცრავად მეთქი და როგორც იქნა შევედი კარში შევედი, სადაც უამრავი ხალხია, სიგარეტს ეწევა ზოგი, ელოდება თუ თავისი პირადი განსაცდელია, თუ ამ ქალის მოთქმით მიყრილები არიან. ესე იგი, ყოველ წუთნახევარში ეს ქალი ამ ფრაზებს რეფრენივით იგივე ტექსტი მეორებს. რეფრენივით მოსთქვამდა რა, რომ ხალხი ახლა თავის ვერდიქტს ელოდება. თავის აფიქრალია ყველას. თავის იმაში არიან და ერთი სიტყვით მთელი აუდიტორია შეღუნებული იყო და რო არ დაგემალო მეც შევწუხდი. გადავწყვიტე რომ მივსულიყავი ამ ქალბატონთან, მივედი. მევთხარი, გამარჯობა ქალბატონო. რა ხდება მეთქი, რა შეა საქმე, ხო ვერ მეტყვით და შვილი შემეძინა ენაცვალოს, ბებო, დაგონები, 42-ია და 5 და 700-ია და ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, არც დაიბადება. ესე იგი, ხო ვდგევარ ფეხზე და აი ესე ცხრიცი, ესე მიქნი ხელებს, თითებს. მევთხარი, ქალბატონო, მე იზღა დამრჩენია, რომ წრფელი გულით მოგილოცოთ მეთქი შვილიშვილის დაბადება, ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გიმყოფოთ მეთქი და სასახელო გაგიზარდოთ. მაგრამ რა გიხარიათ მეთქი? როგორ რა მიხარიაო კაცო, შვილი შემეძინა ამდენია სიგნეში 5 და 8-ია. ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, დაგონები, ფაჩოლები. ერთი წუთი ქალბატონო მევთხარი. აი შემომხედეთ, კარგად დამაკვირდით. კარგად დამაკვირდით ქალბატონო. 6 და 700 დავიბადე და 72 სანტიმეტრი. ხო ხედავთ, სად გავჩერდი მე. მოდი, მე რამიდა იქ სიმართლეს გავუსწოროთ ბალი. მე დაბალი არა ვარ, მე ვარ ზრდაში პერსპექტივა. აი შეგაიხარე. შემოჯონი, დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის, რამდენჯერაც ვისმენ, აი ცრემლებამდე მივდივარ, იმდენს ვიცინი ხოლმე და ერთი ფრაგმენტი ხო შევთავაზეთ, აი დუქნამდე თუ მივედით, აი რომ მიხვედით დუქანში მერე როგორ იქეიფეთ ნიკალასთან ერთად მისმა მეგობრებმა და რას მღეროდით, მაშინ აი ეს შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს. Iribe, şeni iribe, irine, şemo irine. Gulime, vayme, gulime. Gulime, vayme, gulime. Irine, irine. Ratsizim arsigi kile, aramak silime. Ikide, dardigide, kwegana, gadavikide. Gulida bidage gulime, vayme, gulime. Gulida bidage gulime, vayme, gulime. Irine, gamirime. Ratsizma sigihile, amara maksim. Odi udaga kotsu sheni jiri.
გავიგე ასურა გავიგე სიყვარული თურმე ფეხქვეშ გაიგე გული მამიგალი გული მე ვაიმე გული მე გული მამიგალი გული მე ვაიმე გული მე დემოჯონი უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი ჯონი ჯანჯალაშვილი მადლობა